უკრაინამ წუხელ რუსეთის კიდევ ორი ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა გაანადგურა. ადგილობრივი მედია წერს, რომ წუხელ რუსეთში საწვავის წარმოება კიდევ 4,7%-ით შემცირდა. გუშინ უპილოტო საფრენი სისტემების ძალების მეთაურმა დაადასტურა, რომ უკრაინის შეტევის შედეგად აგვისტოს მხოლოდ ორ კვირაში ოკუპანტი ქვეყნის ნავთობის წარმოება ჯამში 21%-ით შემცირდა. 8 დაღუპული და 50-მდე დაშავებული გასულ ღამეს რუსეთმა კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა. დაღუპულებს შორის არიან ბავშვებიც. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, საბავშვო ბაღი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. კიმ-ჩენ-ინი და პუტინი ჩინეთში სამხედრო აღლუმს დაესწრებიან. ვრცელ სტატიას BBC აქვეყნებს. ეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პირველი მრავალმხრივი საერთაშორისო შეხვედრა. ეს სინ ძინპინს საშუალებას აძლევს პუტინსა და კიმზე თავისი გავლენა, თუმცა შეზღუდული გამოხატოს იმ დროს, როდესაც ვაშინგტონი მოსკოვთან უკრაინაში ომის დასრულების მიზნით შეთანხმების მიღწევას ცდილობს. წერს გამოცემა. ცნობილია, რომ ტრამპი ღონისძიებას არ დაესწრება. ამერიკის ყველა სახელმწიფო შენობაზე გუშინ დაღუპული ბავშვების პატივსაცემად დროშები დაეშვა. მინესოტა შტატში კათოლიკური ეკლესიისა და სკოლის შენობაში სროლის შედეგად ბოლო მონაცემებით 2, 10 და 8 წლის ბავშვი დაიღუპა. დაშავებულია 17 ადამიანი, 12-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.